განათება არის მართლაც ჯადოსნური რამ. კადრში ადამიანები უყურებენ ამ მაგიდას და გონიათ რომ შინგან ანათებს. სინამდვილეში უბრალოდ ძევიდან ძალიან კარგად არის განათებული, მაგრამ ასევე განათების ტონალობასაც ხომ პრაქტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტვინისთვის ხელოვნური განათება დღის ნათებისგან არ განსხვავდება. ტვინისთვის სინათლე არის რაღაც ფოტონების ერთგვარი ნაკადი და მას აღიქვავს ან ძალიან ნათელია, ან ძალიან ბნელია, როგორც რაღაც დილას და საღამოს. მაგრამ როგორც კი სინათლეში შემოდის ტემპერატურა, ფიზიოლოგიურ დონეზე იწყება სინათლის აღქმა. უკვე ხდება იქ რაღაც ჩვენთვის ძალიან საჭირო ჰორმონების მელატონინის, სერატონინის, კორტიზოლის და რაღაც აი ამ ჰორმონების გამომუშავება, რომელიც შემდეგ ჩვენს გუნება განწყობილებაზე, სწორწილზე და აი ბევრ ფაქტორზე კარგად მოქმედებს. როცა ვამბობ ტემპერატურა, გულისხმობთ თბილ ან ცივ განათებას. თბილი, ნეიტრალური და ცივი, ხო? თბილი ნათება გვაძლევს რაღაც სიმყუდროვის ისეთ განწყობას, როცა სიმშვიდე გვეუფლება. მნიშვნელოვანია რომ თბილი ნათება შემდეგ უკვე გამოიყენებოდეს რაღაც ისეთ საცხოვრებელ ზონებში ან საზოგადოებრივ ზონაში, როგორც რესტორნის სახით. ნეიტრალური ნათება მოწოდებულია უფრო რაღაც კონცენტრაციისკენ, ისეთი სწორი მობილიზებისკენ და შესაბამისად ეს ნათება გამოიყენება უფრო აი ესეთ საოფისე სივრცეში. არქიტექტორებს, დიზაინერებს ხშირად გვიწევს ხოლმე ამ რალის კატალოგებთან მუშაობა, ხო? ყველაზე სწორია აი ამ ფერების აღქმა და არჩევას ნეიტრალური განათების ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ცივი ნათება უკვე ძალიან ფრთხილად მოსახმარია, ფაქტიურად არ შეიძლება საცხოვრებელ ზონებში გამოყენება, იმიტომ რომ აი დოფამინის დონეს ჩვენ რაც რაღაც სიმშვიდეს გვანიჭებს, გვაკლებს, გამოიყენება უფრო ეს ლაბორატორიებში, სამედიცინო დაწესებულებებში, მაღაზიებშიც. შეიძლება თუ არა, თუნდაც მეტალის ფერს, რომელშიაც მოთავსებულია ნათების წყარო, ქონდეს მნიშვნელობა. აქ უკვე სიკაშკაშის და ტემპერატურის გარდა შემოდის ის, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ დიზაინი. დღე როცა სინათლე ირჩება, გვრჩება სუფთა დიზაინი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი როგორ გამოიყურება შემდეგ უკვე ეს პროდუქტი. როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მარტო სინათლის გამოკვეთა, გამოვიყენებდი უხილავ სანაც, რომელიც მარტო სინათლის წყაროს მაძლევდა. რაღაცა ესეთი წვრილი ზოლის რაღაცა ესეთი ტრეკები. აქ უკვე ნახე ამის დამალვა არ შეიძლება როგორც დიზაინ ობიექტის რა. იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც ესეთი ალმასის გრავირებულ ფორმებს იძლევა. და სინათლეც ალბათ სხვანაირი იქნება, დარწმუნებული ვარ.